უკვე შემდეგი თვიდან ინოვაციის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებები სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ქართული სტარტაპების წახალისებას ისახავს მიზნად. რა ცვლილებებია კონკრეტულად დაგეგმილი და რაც მთავარია თავად სექტორი როგორ აფასებს ცვლილებებს. ასევე რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული სტარტაპ ეკოსისტემა. ირო ცაგარეიშვილი აქსელის მმართველი დირექტორია ჩვენთან ერთად. ირო ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. თქვენ მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ სიახლით, რომელიც უკვე შემდეგთვის 24 რიცხვიდან უნდა შევიდეს ძალაში, როგორც ამ ეტაპზე გვაქვს ინფორმაცია. კანონი სხვადასხვა საგადასახადო შეღავათების საშუალებით ითვალისწინებს წაახალისოს ეკოსისტემა, ქართული ეკოსისტემა და ქართული სტარტაპები. პირველ რიგში განვმარტოთ კონკრეტულად ვის შეეხება ეს მოქმედ სტარტაპებზეა საუბარი, ახალ სტარტაპებზეა კონკრეტულად ვის შეეხება და სექტორი როგორ აფასებს ამ სიახლეს. ძალიან საინტერესო ცვლილებებია ზოგადად. ახლა მიმდინარე და სავარაუდოდ შემდეგ კიდე ამას თავის გაგრძელებაც ექნება და კიდევ უფრო მეტად დაიგეგმება და დაკოორდინირდება ეს ყველაფერი. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ დიდი ხანია ეს ინიციატივა არსებობს და დიდი ხანია ჯიტას ინოვაციების ტექნოლოგიების სააგენტოს ამ ყველაფრის დალონჩვა ესე უნდოდა და გქონდა ჩვენც ამასთან დაკავშირებით ბევრი შეხვედრა მათთან, რადგან ჯერჯერობით სამწუხაროდ თუ ჩვენ საბედნიეროდ კონკურენციის ნაწილში, მაგრამ სამწუხაროდ ერთადერთი ადგილი ვართ, სადაც ესე კაპიტალი ხელმისაწვდომია სტარტაპებისთვის და ბევრჯერ მოკლედ გავიარეთ, რა თქმა უნდა, ერთადაც ეს პროცესი რაც იყო დაგეგმილი. რა თქმა უნდა, ჩემი პერსპექტივით ამ ყველაფერს პოზიტიურად ვაფასებ, ზოგადად საგადასახადო კუთხით ყველაფერს შევხედოთ, რაც უფრო ნაკლებ განსახადს გადავიხდით რაღაც კონტექსტში, კერძო სექტორი. მით უკეთესი. თუმცა ეხლა კონკრეტულად სტარტაპებზე რო ვისაუბროთ, აქ ძირითადად არის საშემოსავლო განსახადისგან გათავისუფლებაზე საუბარი, რამდენადაც ვიცი, ეს ეხება და მიჭირს ცოტა საუბარი, იმიტომ რომ ჯერ არ არის აღსრულების პროცესი დაწყებული, თუმცა რაც წავიკითხეთ და რაც გავიცანთ და რა კომუნიკაციაც ჰქონდა ჯიტასთან, ეს ეხება როგორც არსებულ სტარტაპებს, ასევე ახლებს, რომლებიც გზადაგზა გაივლიან ამ პროცესს და დარეგისტრირდებიან და შევლენ ამ რეესტრში. როგორც გავიცანით, იარსებებს კონკრეტული რეესტრი, რომელში მოხვედრაც არ შეიძლება ყველას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს არ აღმოჩნდეს ამ ყველაფრის ქვეშ და იყოს საუბარი მართლაც ინოვაციაზე და იმ სტარტაპებზე, რომლებიც დღეს საქართველოში არიან და მოკლედ ყველას არ შეეძლოს ესე რომ ვთქვათ შეძრომა ამ ჩარჩოს ქვეშ. ხო, და ნუ ამ რეესტრში მოსახვედრად ასევე განვიმარტეთ ჩვენც, ანუ ანგელოზ ინვესტორების ქსელი ესე ზოგადად ტერმინის პირველად გამოჩნდა. კი, აქამდე მსგავსი კი ბატონო არ ხდებოდა. არც რეგულირებულები ვართ, ეს არც გვარეგულირებს, არც არანაირ შეღავათ ეს კონკრეტულად ჩვენ არ გვეხება, თუმცა ინვესტორის პერსპექტივით რო ვისაუბროთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენგან მიცემული ინვესტიციის ის თანხა რაც მე ხელფასებად გაიცემოდა და რაც სჭირდებოდა იმისთვის, რომ ახალი კადრები დაექირავებინათ სტარტაპებს, რა თქმა უნდა 20% მიდიოდა ისე უკან სახელმწიფოსთან და გარდა ამისა ასევე ჯიტას გაცემული თანხიდანაც, ანუ ამას 50000 ლარიდანაც რა გადასახადებიც იყო, უკან ბრუნდებოდა ისევ სახელმწიფოში. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ინცენტივა არის, რომ როცა თანხა გაიცემა, ვიცით, რომ გარკვეული ნაწილი დაიზოგება და ისევ სტარტაპის განვითარებას მოხდა. ირო, აქვე ჩაგეკითხებით კიდევ ერთი მიმართულება არის, კომპანიები, რომლებიც მომსახურებას გაუწევენ სტარტაპებს, ისინიც გათავისუფლებიან გადასახადისგან. ეს რამდენად გაუმარტივებთ მუშაობას და რამდენად არის ეს ხელშესახები შეღავათი? ძალიან ბევრი სტარტაპი პირველ ეტაპზე სარგებლობს იმით, რომ აუთსორსებს როგორც წესი ტექნოლოგიის შექმნის ნაწილს, რაზეც დიდად სიმართლე რო გითხრათ ინვესტორები არ გიჩდებიან, ეს იმიტომ რა თქმა უნდა ურჩევნიათ, რომ შიდა თიმში იყოს აკუმულირებული ყველანაირი ტექნოლოგიური ცოდნა და ისე ვითარდებოდეს სტარტაპები, თუმცა აი პირველადი MVP-ს რაც ეძახიან პირველადი სატესტო პროდუქტის შექმნის დროს, ხშირად ამის აუთსორსინგი ხდება. რა თქმა უნდა, რაც უფრო ნაკლებ რამეს გადაიხდის სტარტაპი ან თუნდაც ის ორგანიზაცია ან კომპანია, რომელიც სტარტაპს რამეში ემსახურება, მით უკეთესი. თან კარგია რომ ეს ყველაფერი გრძელვადიანია, ანუ არ არის რაღაც ესე დაკეფილი იმაზე, რომ 3 წლის შემდეგ დასრულდება, თუ სტარტაპი აგრძელებს ფუნქციონირებას, შემდეგ შეღავათებით ისევ აგრძელებს სარგებლობას. ასევე იყო განსაზღვრული რაღაც ინვესტიციაზე მეტი თუ მოიზიდა კიდევ რაღაც შეღავათი სარგებლებს 3 და 5 წლის შემდეგ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ეს სტარტაპები, რომ რა დარჩნენ ამ სტარტაპ მოუდში და არ გადაიქცნენ აი cash-cow ბიზნესებს, რაც ეძახით რა უბრალოდ ფულის დამგენერირებელ ბიზნესებად. ირო, გადავიდეთ ზოგადად კლიმატის შეფასებაზე. დღეს ქვეყანაში არსებულ ზოგადად ბიზნეს კლიმატს თუ გადავხედავთ, თავად კერძო სექტორი ძალიან ბევრ გამოწვევაზე საუბრობს, მათ შორის გარკვეული არასტაბილურობიდან, პოლიტიკური არასტაბილურობიდან დაწყებული, გაგრძელებული სხვადასხვა ეგზოგენური შოკებით დამთავრებული. ამ მიმართულებით სტარტაპები და ზოგადად ეკოსისტემა ბევრად უფრო მოწყვლადია, ვიდრე ზოგადად ბიზნესი. მე მინდა გთხოვოთ შეფასება დღეს ეკოსისტემა რა მდგომარეობაშია და რა გამოწვევების წინაშე დგას. ზოგადად ჩემი შეფასებით ვიტყოდი, რომ ამ ქვეყანაში არატურბულენტური პერიოდი როდის იყო, მე მგონი აღარც ვიცით სტარტაპის ცხოვრება ისედაც ძალიან ბევრი გამოწვევით არის სავსე.
და კიდევ ამ турბულენტობაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევა ემატებათ. რა ის ხანდახან ფაუნდერების და ჩვენც ინვესტორები ხუმრობთ, რომ პირიქით ეგ უფრო მეტად რაღაც ბრძოლის უნარიანს ხდის ფაუნდერებს და სხვა შორის უცებ დავამატო. ბევრი VC ფონდი არსებობს დღეს უკვე ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც აინვესტირებს ემიგრანტ ფაუნდერებს დამფუძნებლებში შეგნებულად, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის, რომ უფრო მეტად ბრძოლის უნარიანები არიან ის ხალხი, ვინც საიდანაც გაიქცნენ, გადაურჩნენ და დაიწყეს თავის სტარტაპის კეთება. ხო, აქვს ამ ყველაფერს რა თქმა უნდა გავლენა სტარტაპ ეკოსისტემაზე, ზოგადად კაპიტალის ხელმისაწვდომობა საქართველოში ისედაც არ არის სტარტაპებისთვის, ანუ არის გრანტები. ამის შემდეგ ასე სამწუხაროდ უკვე ამ პერსპექტივით ერთადერთი ადგილი ვარ ჩვენ სადაც შეუძლია სტარტაპს მივიდეს და აი private money-ს რაც ეძახიან, ანუ ადამიანების ფული ესე ხელმისაწვდომი იყოს მათთვის და ჩვენ შემდეგი არსებობს კიდევ ერთი ვენჩურული კაპიტალის ფონდი Future Lab, თუმცა ის მიბმულია პრეაქსელერაციის პროგრამას და შემდეგ იმ სტარტაპებში იდება ფული, ანუ ესე გახსნილად და ჩვენი რესურსიც რა თქმა უნდა ძირია რა, არ არის ის რომ მილიონები დავურიგოთ სტარტაპებს ამის ფუფუნება გქონდეს. სტარტაპების შემდეგი ნაბიჯი ყოველთვის იყო, რომ ჩვენთან რაღაცა 40-50,000 არც $100 ვაწევდნენ, მიდიოდნენ დიდ ფონდებთან უკვე სასაუბროდ, ისეთ ფონდებთან, რომლებიც იყვნენ რეგიონით და საქართველოთი დაინტერესებულები. რაც რომ მეტად იზაბება აქ რაღაცეები, რა თქმა უნდა, რომ კითხვის ქვეშ დგება როგორც არსებული პოტენციური გარიგებები, რომელიც რაღაც ეტაპამდე იყო და ისედაც ქართული კომპანიები, ქართული სტარტაპები კომპანიებს არ ტოვებენ საქართველოში, ანუ ძალიან მალევე გადააქვთ დელავერში, ამერიკის შტატში, ან გადააქვთ ესტონეთში, როგორც წესი, ანუ რომელიმე ისეთ. რა არის ამის მიზეზი? თქვენი შეფასება. პირველი მოხდილობა, იქაური საკანონმდებლო ჩარჩოს მოხდილობა და რამდენად მორგებულია ზოგადად სტარტაპის დამფუძნების ინტერესებს. მეორე ის, რომ საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა და მხოლოდ სატესტოდ თუ გამოიყენებენ და აქ რაღაც გრძელვადიანად არც ერთ სტარტაპი არ აპირებს ოპერირებას და რა თქმა უნდა ყველა დიდ ფონდს ურჩევნია, რომ თავისივე იურისდიქციაში ყავდეს ეს სტარტაპები, რაც ბუნებრივია. ჩვენთვის რაღაც უფრო კარგია, როცა სტარტაპი სწრაფად მიდის აქედან, იმიტომ რომ ხვდებით, რომ გლობალურ მასშტაბს უყურებს. თუმცა, მეორე მხრივ ეკონომიკისთვის რა თქმა უნდა არც ისე სასარგებლოა ყველაფერი. ირო, თქვენ საერთაშორისო ფონდები ახსენეთ და მე მინდა გკითხოთ დინამიკასთან დაკავშირებით, მით უმეტეს ახლა თუ ზოგად FDI-ის დინამიკას შევხედავთ ქვეყანაში, მაინც და მაინც მსუბუქად რომ ვთქვათ, სახარბიელო დინამიკას და სტატისტიკას არ აჩვენებს. მე მინდა გკითხოთ სტარტაპების ნაწილში რა მდგომარეობაა და საერთაშორისო ფონდები თუნდაც საშუალო ზომის და დიდი ზომის ფონდები დინამიკაში როგორ უყურებენ ქართულ ბაზარს? როგორ არის ეს დინამიკა შეცვლილი დღეის მდგომარეობით? ისედაც ძალიან ბევრი დრო, ენერგია და რესურსი დასჭირდა იმას, რომ ვიღაცები დაგვეინტერესებინა ქართული სტარტაპებით და ზოგადად ქართველი დამფუძნებლებით. საერთოდ საქართველოში რომ სტარტაპი იქმნებოდა, ღვინის გარდა არაფრით არ გვიცნობოდა რაღაც პერიოდის წინ. მსოფლიო და ძალიან ბევრი გვაქვს ამას ნამუშევარი, როგორც ჩვენ ორგანიზაციულად, ისე ჩვენ ასევე Angels რომ გვერა და მოგვეყოლა ხალხისთვის, რომ საქართველოში რაღაც ხდება და ჩვენ ამაში ფულს ვსდებთ ამ რაღაც გლობალურ პოტენციურ ტექნოლოგიურ პროდუქტებში. გარეთ სანამ ვისაუბრეთ მაგას თავი დავანებოთ შიგნითაც, ანუ ჩვენ წინა წელი ინვესტიციების მიმართულებით ბევრად უფრო აქტიური გქონდა ვიდრე არსებული წელი. გასაგებია, ჩვენი წევრები ერთად ქართველები არიან, კაპიტალი საქართველოში აქვს და რა თქმა უნდა, როცა ეს турბულენტობა იწყება, ინვესტიციების რაოდენობა ავტომატურად იკლებს და ეს სახეზეა. და მეორე არის უკვე გარედან ფონდების ინტერესის რა თქმა უნდა კლება, რომ ისედაც თუ ფონდები ინტერესდებიან emerging markets რაც ეძახიან, ეს სწრაფად ზარდი განვითარებადი ბაზრები, მანდაც დიდი კონკურენციაა, ბევრი ეგეთი ბაზარი არსებობს საქართველოს გარდა და მე უკვე მიდის ეს აქცენტები და ყურადღება უფრო მეტად სხვა ბაზრებზე, როგორც არის დღეს მაგალითად უზბეკეთი, არის ყაზახეთი, არის აზერბაიჯანი, საიდანაც ძალიან კარგი არანაკლებ კარგი სტარტაპები, როგორც ჩვენთან არიან, ვითარდებიან და იმათთან კონკურენციაც ძალიან ჭირს რა თქმა უნდა და ამ ყველაფრის ფონზე იკლო ყურადღებამ, უბრალოდ ყურადღებამ არა, დახურულმა დილებმა იკლო რეალურად, ანუ აი ხელშესახები აღარ არის, იმდენად რამდენადაც ადრე იყო და პლუს აი ძლივს რო სადღაც ვიყავით მისული, უცებ დასტოპდა ეს პროცესი, დაპაუზდა, ვიტყოდი ესე უფრო იმედიანად. ახალი რეგულაცია, რომელზეც დასაწყისში ვისაუბრეთ, თუ გაძლევთ იმედს, რომ ეს გარკვეული ნეგატიური ტრენდი შესაძლებელია ნაწილობრივ მაინც შემოაბრუნოს? არ ვიცი, შეიძლება, ალბათ, შეიძლება იმ კონტექსტით, რომ ისევ ადგილობრივი ინვესტორები წახალისდნენ მაგით, რომ უფრო მეტად მოუმატონ პირობითად საინვესტიციო ბილეთებს, ტიკეტებს, როგორც ვეძახით. გარედან არ ვიცი ეს რამდენად მოხდება და ამის მიზეზი ერთ-ერთი არის ეგ და ეს პრობლემურება მე ყველაზე მეტად, რომ როგორც თქვით, ქართული კომპანიები საქართველოში არ ჩერდებიან, ანუ Holdco გადადის დელავერში, გადადის ესტონეთში და შესაბამისად აქ რჩება უფრო მეტად საოპერაციო კომპანიები, ანუ ინვესტიცია არ შემოდის, აქ ინვესტიცია მიდის ამერიკულ კომპანიაში ან ესტონურ ან ბელგიურ კომპანიაში, სადაც არიან. აი ეს როგორ უნდა შეიცვალოს ამის ფლიპინგი, როგორ უნდა მოხდეს, რომ ქართული კომპანია იყოს Holdco და ენდობოდნენ უცხოური ფონდები იმას, რომ ქართული კომპანია, დედა კომპანია, რასაც ვეძახით, სადაც მთელი ფულის მიმოსვლა ხდება, ეგ არის ალბათ ყველაზე უფრო ისე კითხვის ნიშნის ქვეშ. კი ბატონო და საუბრის ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ
ჩემთვის პირადად ყოველ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია ხოლმე. ქართული კომპანიები, რომლებიც ყოველთვის ყოველ შემთხვევაში აქამდე თავს არიდებდნენ სტარტაპებში თანამონაწილეობას. ამ მიმართულებით დღეს რა მდგომარეობაა და რაც მთავარია, ასე ვთქვათ, პროგრესის დინამიკა თუ შეინიშნება ამ კუთხით. ძალიან უცნაურ პასუხს გაგცემთ ამაზე, რომ ჩვენ Axel-ში გვაქვს როგორც ინდივიდუალური წევრები ყავს, ისე კორპორატ წევრები ყავს. ეს კორპორატიული წევრობის პროდუქტი ზოგადად კარგად არ მუშაობდა. ძირითადად ყავდა კომპანიები, რომლებიც ისეაც ინვესტიციას აკეთებენ უცხოურ ქონებაში და ესე დიდი ჯგუფები, გრუპები, ჰოლდინგები არ ინტერესდებოდნენ. ჯერ არ გაგვიხმაურებია, მაგრამ აი ზუსტად ახლა შემოგვერთა ერთ-ერთი ალბათ ყველაზე დიდი ჰოლდინგი და ჯგუფი საქართველოში ჩვენ ესე რაღაც angel investors როლში შემოვიდა მთელი კომპანია. უცნაურია, მაგრამ მე მგონია რომ ნებისმიერი ესეთი გამოწვევა ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად უნდა ჩაიხედოს ნებისმიერ კომპანიებს ტექნოლოგიებში გააციფრულოს რაღაცეები, რომ აღარ იყოს დამოკიდებული ადამიანებზე პირდაპირ, იმიტომ რომ არავინ არ იცის ხვალ რა იქნება და საით მოუწევთ გადაპორტირება, წასვლა ასე შემდეგ. და ხო, ძალიან უცნაურია, მაგრამ უფრო მეტად წამოვიდა ინტერესი ამ ყოფის ფონზე, იმიტომ რომ ყველა იაზრებს იმას, რომ 21 საუკუნეა, მთელი მსოფლიო წინ მიდის, ჩვენ რაღაცებს ჩამორჩებით, დრო არა პროცესების გაციფრულება დაიწყო, რაც რა თქმა უნდა აიაფებს პროცესებს, ავტომატიზაციას უკეთებს ბევრ რამეს და წამოვიდა ინტერესი. ეს ძალიან ის არის რა, ცოტა ნონსენს მდგომარეობაა, მაგრამ ეგრეა. დაინტერესდნენ და მათ ხო დომინოს პრინციპი არა თუ ერთი დიდი ჰოლდინგი რაღაცით დაინტერესდა და გადადგა რაღაც მიმართულებით ნაბიჯი, მე სხვების ინტერესდებიან და ეგ ტენდენციაა, ანუ პოზიტიური ტენდენციაა, ვიდრე ნეგატიური ამ მხრივ. ძალიან საინტერესო ტენდენციაა, მე წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა, თქვენ და ქართულ სტარტაპებს ზოგადად. მაყურებელს შევახსენებ, იროც საგარეიშვილი Axel-ის მმართველი დირექტორი იყო, ჩვენთან ერთად და ვსაუბრობდით ქართულ ეკოსისტემასთან დაკავშირებით და ახალ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ეკოსისტემის გაჯანსაღებას. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ გადაცემა, ასევე მდინარე წლიდან იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები უნდა გამოჩნდეს ბაზარზე. და რას ნიშნავს ეს? და ზოგადად როგორ მუშაობს იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები? ვეცდები ძალიან მოკლედ და მარტივად ავხსნა, რათა შემდეგ უკვე სიუჟეტი ასევე საინტერესო იყოს უფრო მეტად თქვენთვის. როდესაც მაგალითად თქვენ ბანკიდან იღებთ იპოთეკურ სესხს, ბანკს უთანხმდებით, რომ კონკრეტული ვადის შემდეგ ამ თანხას უკან დააბრუნებთ +%-ით. თუმცა ბანკს ეს თანხა კისიერად უნდა. ამისთვის ის კონკრეტულ იპოთეკურ სესხს იპოთეკურ ქონებას იღებს და ამის ფონზე უშვებს შემდეგ იპოთეკით უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდს, რომელსაც ის უკვე შემდეგ სხვა ინვესტორზე, სხვა ბანკზე ან გნებავთ ნებისმიერ კომერციულ ინსტიტუტზე გაასხვისებს. და ეს რა თქმა უნდა ბანკს ახალ ფინანსურ რესურსს და ახალ ფინანსურ შესაძლებლობას უჩენს. და ეს სქემა ძალიან კარგად მუშაობს მანამ სანამ ყველაფერი რიგზეა და ძალიან კარგად მუშაობს მანამ სანამ მოთხოვნა მაღალია უძრავ ქონებაზე, სანამ მოთხოვნა მაღალია იპოთეკურ სესხებზე და რა თქმა უნდა მანამ სანამ ამ სესხებს კარგად იხდიან სესხებლები. როდესაც მოთხოვნა იკლებს და როგორც ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოთხოვნაც უძრავ ქონებაზე, ასე ვთქვათ, ლიმიტირებულია, ამ შემთხვევაში უკვე ყველაფერი ცუდად მიდის. და თუ რამდენად ცუდად მიდის, ამისი მაგალითი 2008 წლის ამერიკის ფინანსურმა კრიზისმა გვაჩვენა, რომლის მთავარი ინსპირატორი თავის მხრივ უძრავი ქონების კრიზისი გახლდათ.